იყო და არა იყო რა. ღვთისუკეთესი რა იქნებოდა. სოფლად ერთი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. შვილის შეძენის იმედი კარგახანია დაჰკარგოდა. ბედს შეგვებოდნენ და მშვიდად ითვლიდნენ თავიანთი წილიწუდის სოფლის დღეებს. კვირაობით ბერიკაცი ქალაქს მიდიოდა. კალათით ქვასანაყენი ჰქონდა, ყიდდა და იმით ირჩენდნენ თავსა. იმხანად ბაზარში ქვასანახს დიდი მაზანდა ჰქონდა. ერთხელაც ვნახოთ კვირადილით საბაზრედ გამზადებულ ბერიკას მეზობლის გლახა მოადგა. გლახას ეძახდნენ სიხარების და მარტოხელობის გამო, თორემ ისე თვალტანი არა უშავდა რა და მუშაობაში თუკი ხელს გამოიღებდა, წუნს ვერ დასდებდი. გიორგიო, მაინც ქალაქს მიდიხარ. რა გეხარჯება? წაიღე ჩემი ქვას. იქნებ ვინმე მიყიდოს. შვილო, ის რა თუნდა ამოდენა წაწვეტებული ქვა. ქვიჯაში ეგარ ჩაეტევა, ქვასანაყად არ გამოდგება. დამდე პატივი. ამ ერთხელ შეიწუხე თავი. თუ არ გაიყიდება, ჯანიც გავარდნია. რა იცი იქნებ? ამ ქვის მუშტარიც გამოჩნდეს. გამარჯობათ. არა, ეს არ მომწონს. რა ღირს? 5 ლარი. პარკი არ გაქვთ? ცხელა. ძალიან ცხელა. ფულს ახლავე გადაგიხდით. დიდი მადლობა. ყველა გაგეყიდოთ. ვაი რა ტანჯვაა ეს გამყიდველობა.
რა ღირს? ბოდიში შვილო ახალგაზრდა ხარ და შავები რატო გაცვლი? შოუში იმ ტრაგედიაში შინაური გარდამეცვალა. ეს რა არის? ჩემი ბავშვობის დროიდან თოჯინას არ გავს. ნატრას რომ ისრულებდა. ალო, როგორ მიდის ვაჭრობის საქმე? კარგად მიდის. დამაცადე. ბოდიში გამატარეთ. ვარა კარგი ქვასანაყია. დედამთილს რომ მოვპარე, იმას გავს. არ გამიყიდო. ბანკომატიდან პენსიას გამოვიტან და შევიძენ. კარგით. ეს რა არის ზიანო? უბრალო ქვა არის შვილო. ჩვენ სოფელში ერთი გლახა ხოლმე. უსახს. არები კაცი გამომატანა. იქნებ გაყიდო და ლუკმობური გამიშინა. მართლა ეგრე უჭირს. უჭირს შვილო, უჭირს. არ უწევს ეს ყვა, ვის რაში გამოადგება? არ უთქვა. ქვასანაყად ეგარ გამოდგება. დიდია და წვეტიანი. იმიტომ დავდე განზე. ვინ იცის, როგორ უჭირს საწყალს? განამეკი ქონი გადამდის ყურებზე. მაგრამ მოდი ვიყიდი ამ ქვას. მე თუმცა ვერაფერში გამოვიყენე. ეგეთი ქვები ოხრატყრია ივრისპირას, მაგრამ იმას ხო გავახარებ. გლახას ცოტა ხანს ხომ სულ ჩაუდგა ამ ქვაში გადახდილი ფულით. მამა ძაღლებს სახლის კედელზე რა დაუხატიათ ნახე? რაზე გაიკვირე? ხომ ისი შენშვილებს ხატვა რომ უყვართ? ეს რა მოგითხრევია კაცო? რაზე ბრატო, კალო. მადლივკე. გლახას ლუკმა გაუჩინე. ვაი, ჩემო სიმწენზე ნაშო ხუთო მანეთო. აგერე უჭკუობით და უგერგილობით დააქციე ჩვენი ოჯახი. შეოხერტიალო, ჩვენ შიმშილით კუჭი გვიხმება, გადასაყრელი ხუთი მანეთი სადა გქონდა ჩვენ? სადით კოენი. გაიტანა ივრისპირას და სიტყვებზე მოისროლა. ჰოი, საკვირველებაო, გატყდა ხუთლარად ნაყიდი ქვა და რაღაცა მყვითლად გაანათა იქაურობა. მიირბინა გლეხმა და რას ხედავს? აი ჩემი მუშტის სისხო, ოქროს ზოდი,
დადებულიყო იმ წვეტიან ქვაში. მინიცის იმ გლახას როგორ უჭირს ჩემი ხუთი მანეთი ორ დღეს არ ეყოფა პურის ფულადა ვერიკაც გავადა ამ ოქროზოდ გლახასთან და მთელი ცხოვრება ვარხალალოს იძახებს მართალია ქვა მე ვიყიდე და ოქროზოდიც მე მეკუთვნის მაგრამ განაიცოდა იმ გლახამ ოქროზოდი რომ იდო შიგა თორემ ხუთ მანეთად როგორ გაყიდი და ასე რომ ზოდი იმისია მე კი რაც არ მერგება არ შემერგება ვაი თუ ქვასანაკის ოსტად სულმა წაძლიოს და ეს ოქრო პატრონს არც კი მიუტანოს მე თვითონ უნდა გავყე სოფელში და პირადად ჩავაბარო ოქრო ზოდი მის კანონიერ მფლობელს აჰა, შენი ხუთი მანეთი. ამ კაცს კიდე შენთან საქმე აქვს. თუ ძმახარ, არ გამკენი. შე ხმიადის ნატეხით. არა მაბადია. თუ მარი ხფისა. ხომ ხედა. ღმერთმა შენ და საპატისაცემლოდ ხუთი ლარი გადმომიგდა. თავს ნოიკატუნე ამახლო მახლოს შენზე მდიდარი კაცი მე არ მეგულებ მე პატიოსა ღარიბი კაცი გამომართვე ეს ხვა შენ გეკუთვნის არა ეს შენი ხვა შენ ხომ ფული გადაიხადე ეს ოქრო შენია გამომართვე არა გამომართვე მეუბნები შენია არა შენია მაშინ გავიგო გახარებული ღვთის საჩუქარი ოქროს ზოდით მიურბოდი ლომბარდში. როგორ გავახარებდი ჩემიანებს, მაგრამ ლომბარდში ოქროს ზოდი არ ჩაიბარეს. მერე გამახსენდა ავღანეთის ომში გამოვლილი ჩემი ბავშვობის ამხანაგი გიორგი, რომელიც ბანკში მუშაობდა. აი რის ვაივუით აუხსენი ბანკის მენეჯერ გიორგის ჩემი გასაჭირი. მართალია, ახსნა განმარტება დამაწერინა, მაგრამ აი ხეირიანი თანხაც გადმომცა.
ნიკოლოს აბა რა გეგონა? ასე უბრალოდ როდია საქმე? ახლა წარმოიდგინე, ათეული წლების განმავლობაში ჩაგჩიჩინებდნენ. ნუ გააწყალე გული ამ შენი ქართული ძმე კულტურით. ნუ შევაწუხე ერთი მუჭაერისთვის ხარ გასაგები ენა სიმღერით. ახლა არის ეთნოგრაფიული ეპოქა. გაიგე ერთხელ და სამუდამოდ. სოფლიო ლამის ერთიანი მეცნიერულ სამრეწველო წრებულობაში გაერთიანდეს და რა დროს ეროვნულ ტკივილებზეა ჩივილიო. არა და არა. სოფლიო მშვიდობა და ჰარმონია. მე იმისთვისაც მინდა რომ ჩემი პატარა ქვეყანაც ფეთქავდეს და სულდგმულობდეს. დავთვალე სოფლიოსთან რამე საქმე. ვის რა დაუშავდება? ჩემი ქუდით რომ ვიარო ამ დუნიაზე და იმენაზე ვილაპარაკო, რომელზეც ჩემი წინაპარი 4000 წლის წინათაც კი თავის დარდს და სიხარულს აკვესებდა. Sangala da gogona,